მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ რაზორებალი, ხოლო სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მინდა გიხართ ასეთი რაღაცა. ის ადამიანები, რომლებიც ადევნებდნენ ჩემს ყველა ვიდეოს თვალს და უყურებდნენ ყველა ვიდეოს, ალბათ მეგობრებო, ეცოდინებათ ის, რომ ადრე მქონდა ტრეიდის სერიები, სადაც მეგობრებო ვიწყებდი ნუბინიდან გათრეიდებას, იქამდე სანამ დრაგონს არ ავიღებდი. ეს ვიდეოები, რაც ტრეიდინგზე იდებოდა, ყველა ვარდებოდა ძალიან მაგრამ მეგობრებო, ალბათ იკითხავთ თუ რატომ შეწყვიტა რაზორებალმა აი ამ ტიპის ვიდეოების გაგრძელება. მიზეზი არის ის, რომ ვინც ჩემს ვიდეოს უყურებდა მოკლედ და ბოლო ტრეიდის სერია ნახა, მაგ ვიდეოში ჩანს კადრები, სადაც დავისკამე ძალიან მაგარ რაღაცეებზე და პლუს მაგას ვიდეოს გაერთას დავისკამე და ძალიან ბევრი კარგი რაღაცა დავკარგე. და გადავწყვიტე, რომ დამენებებინა თავი, აზრი აღარ ქონა, დრაგონს უკვე ვეღარ ვიშოვიდი. მაგრამ მეგობრებო, შემდეგ მოფიქრდა ასეთი საინტერესო იდეა. რა მოხდება ტრეიდინგის მეორე სეზონი ოფიციალურად რო დავიწყო, სადაც მეგობრებო, დრაგონის მაგივრად ჩვენი მიზანი იქნება, რომ ვიშოვოთ გარამა. თლად რომ არაფერი ედოს, მაინც ჩვენი მიზანია ეს, რომ ამ ტრეიდში ვიშოვოთ გარამა და ვიწყებთ ნუბინიდან. მაგრამ წინა ტრეიდის სეზონში, ანუ პირველ სეზონში, სადაც დრაკონის აღებას ჩალიჩობდით და ვერ ავიღეთ, ვაკეთებდი ასეთ რაღაცას, რომ იმნაირ ნივთებს ვომატებდი ბრეინოტებს, რომლებსაც მიოფერებდნენ, რაც ნუბინიდან არ მიშოვია, ანუ ნუბინიდან დავიწყე და ნელ-ნელა ავიწიე, არ შედის მაგ ნივთებში, ანუ ბრეინოტებში. რამაც ტრეიდი ცოტა გამიმარტივა, მაგრამ მეგობრებო, ახლა ვინაიდანაც გარამა უფრო მარტივი საშუალებაა ვიდრე დრაკონი, დროა რომ წესები გავართულოთ. ამჯერად მეგობრებო, არანაირად არ შეიძლება რომ ავდგე და ისეთი ნივთი დაუდო ხალხს, ჯანდაბა ბრეინოტებს ნივთს ატო ვეძახი. ამჯერად მეგობრებო, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ რა ბრეინოტებსაც ტრეიდისგან ვიშოვით, მარტო მაგ ბრეინოტებს ვიყენებთ, არ ვუმატებთ სხვა ბრეინოტები, რაც ყავს ჩემ ბაზაში იმას. და მეგობრებო, ამით თუ მართლა გარამა ვიშოვეთ, ძალიან გამიხარდება მე და ალბათ თქვენს გაგიხარდებათ, რომ გარამა ითრიოთ ასე მოულოდნელად. მაგრამ მე რაც გამიხარდება ახლა ყველაზე მეტად არის ის, რომ ადგეთ და დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწევოთ ჩემი არხი, რომ აღარ გამოჩნდეს მსგავსი ტიპის ვიდეოები, ტრეიდინგი, თვითონ სიბრეინოტის ვიდეოები და მსგავსი რაღაცა. ასევე თუ მოისურვებთ იმას, რომ რაღაც დამიტრეიდოთ სიბრეინოტში, დამიოფეროთ, ძირითადად მეგობრებო, ვარ აქტიური ჩემს Discord სერვერზე, რომლის ლინკის იქნება აღწერაში და მადლობელი ვიქნები, ვინც გადავა. Thank you. ასევე მეგობრებო, მაქვს ჩემი საკუთარი Roblox თამაში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და მანდაც თუ გადახვალთ, უდიდესი მადლობა თქვენ. ახლა კი მეგობრებო, მოდი ავდგეთ და დავიწყოთ ჩვენი ჩელენჯი და ეხლა გვაქვს საშონელი ხო ნუბინი მეგობრებო. წავედით მეგობრებო, აი ეგ გამოვიდა ნუბინი, შედი დროზე ბაზაში. ეს ნუბინი თუ მოშოვიეს ბაზაში გარამას, ისევ ვფიქრობ ძალიან საინტერესო სერიები იქნება და ამჯერად უფრო ფრთხილად ვიქნები, ვინმე თუ დასკრიპტავს, ან დასკამვა შეეცდება, აქით დავსკამავ და ვიდეოშიც გამოვაჩენ, პრობლემა არ მექნება. კარგით მეგობრებო, დაგიბრუნდით და პირველი ოფერი არის ძალიან ოპი ოფერი, რაც მივიღე, რადგანაც ჩვეულებრივ ნუბიში ახლა მიცვლიან 6 მილიონ ახალ ლოვ საჰურს. ასევე მეორე ადამიანი, ვისთანაც გეგმავ ტრეიდს, ისიც ამ სერვერზე არის და ამ ტრეიდით ძალიან დიდი უპირატესობა მივიღეთ ჩვენ. და ახლა ველოდებით ოდის აიღებს და იმიტომ მივიღეთ უპირატესობა, რომ ჯერ ეგეთით სიკრეტ ბრეინოტი ავიღეთ კომონიდან, მერე მეორე გოლდი ადევს მუტაციად და მერე მესამე ტრეიდად ადევს ნიანქეთი, რომელიც თლიანობაში აკეთებს 6.2 მილიონს. რაც კარგზე უკეთესი დასაწყისია და ეს ძალიან ისე შედის ბაზაში, აი ამასთან მე დავატრეიდებ ისე, ნახავ მე რა ოფერი ექნება და ამას რატო უბაგავს ხალხო შეხედეთ. ტიპი იმისავიდაც რობოტივით რა. სიქსემეს ვინი? მოდი აქ. აი ხა გააჯვი.
ოკეი, გიოს ნუბინი პიზანინი მიაკ არ არის ეგ ჩვენთვის პრობლემა, რადგანაც წასაღები აქვს ეგ ბრეინოტი და ძალიან უჭედავს ამას შეხედეთ რა ჭირს. გიოს ინტერნეტს ჭირდება ჩილაუთი რადგანაც ეს რა არის ხალხო და მეგობრებზე მოდი ახლა გავთიშოთ რადგანაც არ გვინა ის ადამიანი ისო შევიდეს ბაზარში. წაიღო? ოპა, ნუბინი წაიღო, ხალხო ძალიან კაი, შვენიერი და ეს ისე იქცევა რომ თითქოს სკამერი არისო. ამან თუ დამსკამა? არა, თუ შეეცადა დასკამას, მე დავსკამა ვაკით, უყურეთ ახლა მეგობრებო. კარგით მეგობრებო, იმ ადამიანთან სტიქციონის პოპულაროცა და ეხლა ვატრეიდებთ ტოტოტო საჰურს. თან რაღაც ძალიან საჭირო იქცევა და თან ორი ჩემბრეინოზე უკეთეს ასე არ დამიტრეიდებდა. კაი, ავიღოთ. ნახე, სტიქციონის იპაროს, ახლა შეხედეთ. აი ვიცოდი რომ დასკამოს შეეცდებოდა ხალხო, შეხედეთ. სტიქციონის პოპულაროცა და ვსიო ტოტოტო საჰური დავითრიეთ უფასოდ და ეხლა ამოს გავატრეიდებ. თან მოგეხსენებათ ის რომ ლოლოლო საჰურის გათრეიდებას ვაპირებდი, მაგრამ სტატსა ჩემს სტიქციონს ხელი და ისე იქცევა და თითქოს ვერ დავბლოკავდი. ახლა რა უნდა მექნა, იცი? უნდა გამიშეშებდი რაღაც პანელი უმქონო და გავაშეშებდი. შევაგდებდი და მეორე რაღაცას წავუღებდი ბაზიდან და ღირსი იქნებოდა. მეგობრებო, ახალი OP ოფერი გამომიჩნდა. ამჯერად ვატრეიდებთ 18 მილიონიან ნაუთი ნოთის, რომელიც თითქმის აღარავის აღარ ყავს წაშალის ბაზიდან, ნუ ბევრმა არა, მაგრამ მაინც ვატრეიდებთ რა, ვიღებთ მაგას და ვიოფერეს და ამ ბრეინოს თლად რომ შუაზე გაიხეთ, მეგობრებო, ვეღარ აიღებთ, საახალწლო იყო. თან უფრო მაგარი არის ის რომ აკეთებს 18 მილიონს და ამ ნაუთის ვუცვლი ჩემს ორ ბრეინოჩი რომელიც წეღან დავატრეიდეთ და აგერ გავუღებ ბაზას და შეუძლია წაიღოს. ბოდისვაპირო რამე მზად მექნება რამე სხვა რომ წაიღოს. დავაბოდისვაპებ რამე თუ ექნება ბაზაში ავიღებ და დავბლოკავ. წაიღოს მარტო ისაზეც შევთანხმდით აგერ დავდოთ ეს მანამდე აქ. კაი, ეხლა ლოლოლო საჰური აქვს წასაღები და მერე კიდევ მაქვს ეს ნაუთი გასათრეიდებელი და ვფიქრობ კარგ რაღაცებს ავიღებთ. ეს კარგია. დაიცა ესეც მიოფერებს. მეგობრებო, გამომიჩნდა ახალი ოფერი და ძალიან საინტერესო ოფერი, მე თუ მკითხავთ რადგანაც ვიღებთ ლოს ჩიკლეტერას ნაუთიში და ეხლა ალბათ იმიქებთ რომ რა მე ლოს ჩიკლეტერა არის ვალუე ძალიან ცოტა აქვს, მაგრამ ლოს ჩიკლეტერას ადევს საახალწლო ეფექტი, რასაც ვეღარ იშოვით მეგობრებო და უფრო მეც აკეთებს ვიდრე ნაუთი და ვფიქრობ W მივდივართ. მოდი ავიღოთ. ასევე მოდი შევაგდოთ აგერ ბაზაში და მერე გავაღოთ და მივცეთ დათას, ნუ ზუპირვა წერია თავისი ნაუთი და ეს ის დათა რომელთანაც პირველ სეზონში ტრეიდინგის რენდიერი დავატრეიდეთ. ნუ რენდიერი რა, რენიტო რაღაცა რო იყო 140 მილიონს ვაკეთებ და ბეისი რო იყო, ვაფშე არაფერი რო არედო ეგ. ეს ტრეიდი ჩემ დაიყო ძალიან მომგებიანი და იმედია ასე გაგრძელდება და თუ გინდათ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთან კიდე მაქვს ოფერიო რაღაც დამიწერა. საინტერესოა ხალხო. თუ ჩემთან გაქვთ რამე ოფერები და გინდათ რომ მომწეროთ და დამიოფეროთ რაღაცეები, აუცილებლად გადადით ჩემ დისკორდ სერვერზე, რომლის ლინკს კიდევ ერთხელ გეუბნებით, აღწერაში დავტოვებ. ამით ის გამიხარდება რომ ოფერები მექნება და ჩიკლეტერას მიდებს და ისიც გამიხარდება რომ მეტი წევრი მეყონება დისკორდ სერვერზე ძალიან კაი იქნება, ამიტომაც თუ შემოხვალთ უდიდესი მადლობა თქვენ ჩემგან პირადად. მეგობრებო, ამ პერიოდში ახლასაც ხედავთ მიკროფონი სამწუხაროდ გამეთიშა, მაგრამ ამ დათამ ისეთი ჯიგული რაღაცა გააკეთა. არ ვიცი, რესპექტ დათას. მოგეთ დაგიხსნით, დამიდო ჩიკლეტერა, ვითომ ტრეიდი უნდა და რაღაცა და პირველი რო ავიღე, მერე ადგა და არიღებდა იმ ჩიკლეტერას და ამბობდა იმას, რომ იმისათვის დაგიდე ჩიკლეტერა, რომ მეჯუქებინა და გარამა უფრო მარტივად აგეღო, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა დათას. და დათა თუ ამ ვიდეოს უყურებს, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა შენ აი ამისთვის, რომ მეხმარები რომ გარამა უფრო ჩქარა და მარტივად ავიღო. ასევე მეგობრებო, სწორად გამოიცანით, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გინდათ რომ ცოტახრიანი აღარ იყოს და გაგრძელდეს, ჭირდება მეტი ოფერები, მაგრამ ამ მომენტში ვატრეიდებ ორ ჩიკლეტერას, ერთი ლოსი და ერთი ჩვეულებრივი, რომელიც ორივე აკეთებს 40 მილიონს წამში.
შეგიძლიათ ასევე სხვა რაღაცებზეც დამიოფლოთ რაღაცები, მაგრამ მაგორში თუ დამიდებთ რაღაცას, რაც მომეწონება, ვიდეოში გამოჩნდებით. ამიტომ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, ისაც უნდა გააკეთოთ, ლაიქი, არხის გამოწერა, ზარის გააქტიურება, დისკორდზე შემოსვლა, ჩემი თამაში შემოსვლა და ამით თქვენ მე გამახარეთ ძალიან. ხო და მეგობრებო, თქვენთან იყო რაზორებალი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი. dois, 1, 2, 3, 4. あなたにとって幸せは何も大きな